Property exclusive 2026 AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება, რომელიც პირველად იმართება AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიებას გულისხმობს და ძალიან საინტერესო რესპონდენტების გაერთიანება არეალში ღონისძიების ფარგლებში. პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი გვანცა გრიგალაშვილი ერთიანდება არეალში. უღმესი მადლობა გვანცა, როგორც ყოველთვის საინტერესო мотивაციით მოდიხარ სხვადასხვა პროექტში და რა თქმა უნდა იმ დატვირთული სამუშაო ნუსხით და შედეგიანი ნუსხით, რომელიც აამაყუა. უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ ამ აქტივობისთვის. Როგორი საინვესტიციო გარემოა გვანცა საქართველოში, აი რა თუ არა ეს პირველი კითხვა უნდა დავსვა აუცილებლად თქვენთან, რამდენად დიდი ინტერესია სწორედ დეველოპერული მიმართულებით საქართველოში. მე მოგახსენებთ რა თქმა უნდა პოლონეთის პერსპექტივიდან გამომდინარე იქიდან რომ ოფიციალურად წარმოადგენ პოლონურ ბიზნესს საქართველოში. მოგახსენებათ ახაც გავსვავ კიდევ მრავალჯერ ვახსენე ხოლმე, რომ პოლონეთიდან მომავალი ინვესტიციების უმსხვილესი წილი, ასე ვთქვათ, დიდი წილი ზუსტად მომდინარეობს უძრავ ქონებაზე. თითქოს ეს რა თქმა უნდა არის კერძო ინვესტორების ჯგუფის ნაწილი დავაკვირდეთ 2019 წლიდან ეს ვთქვათ ტენდენციას არის ასევე მზარდი ეს ტენდენცია რომ პოლონელი ინვესტორები უფრო და უფრო ინტერესდებიან საქართველოში კერძო უძრავი ქონების შეძენით განსაკუთრებით ეხება აჭარის რეგიონს, ბათუმის და ეს ვთქვათ მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე კახეთშიც არის ინვესტიციები განხორციელებული. ასევე ხაზ გაუსვა რომ პოლონეთიდან ტურისტების დიდი წილი არის საქართველოზე მოდის ერთ-ერთი ყოველთვის არის ხოლმე ათეულში პოლონელი ტურისტი და გამომდინარე აქედან ასევე მნიშვნელოვანია პოლონელი ბიზნესმენის ხედვიდან, რომ თავის ეს ვთქვათ, რა თქმა უნდა, ამ ციფრებს ბუნებრივია ისინი ანალიზს უკეთებენ ყოველთვის. ბუნებრივია რომ სურთ რომ ეს ვთქვათ ევრო სტანდარტის მქონე, ევროპული სტანდარტის მქონე უძრავ ქონებაზე, ესე ვთქვათ, მოიზიდონ პოლონელი ტურისტებიც, ასევე უკვე ეხება ტურიზმის სექტორს, რადგანაც პოლონელი ტურისტი არის ასევე ძალიან მომთხოვნი, ალბათ ვფიქრობ რომ ბევრი ევროპელი ტურისტი და ითხოვენ, რადგანაც შეჩვეული არიან ევროპულ სტანდარტებს, რომ თუნდაც ეს უძრავი ქონება იქნება ეს კერძო დანიშნულებით იყიდიან თუ შეიძლება იქირაონ დროებითი გაჩერების, შეჩერებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, აუცილებლად უყურებენ ყველანაირ სტანდარტს, როგორ არის დაცული მაშინ უსაფრთხოება, როგორ არის დაცული ხარისხი შენობებში კონკრეტულად და მოკლედ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათ. ხანძა როგორია უკუკავშირი? ძალიან ბევრი პროექტი გაგიხორციელებთ და ძალიან ბევრი კონსულტაცია გაგიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორია უკუკავშირი შემდეგ უკვე ბევრი წლის გასვლის შემდეგ, როცა უკვე შედეგი უნდა დაითვალოს და მომგებიანი მიმართულებებითაც უნდა იამაყოს თითოეულმა პარტნიორმა. როგორც უყურებთ ხოლმე ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ვცდილობთ რომ მათგან უკუკავშირი მივიღოთ, თუ როგორ არის საქართველოში, ესე ვთქვათ, განვითარება თუ რა დონეზეა მათი პერსპექტივიდან, მათი ხედვიდან და მინდა აღვნიშნოს რომ ძალიან პოზიტიურად თითქმის ყოველთვის, ну რა ცალკეულ რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვით რამდენიმე სადაც მოხვედრილან და აიცი ძალიან ისეთი ნეგატიური განწყობათ რომ აი რატომ არ არის რაღაც ევროპული სტანდარტების ველოდით და რაღაც მოკლედ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას ძალიან უშუალო წილია ესეთი კომენტარების, ვფიქრობ რომ უყურებენ პროგრესს, როგორ არის და ძალიან თვალსაჩინოა ეს პროგრესის განსაკუთრებით აი ბოლო 2-3 წლის განმავლობაშიც ეს ვთქვათ შემოდინება არის ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდანაც, არა მარტო ევროპიდან და ეს ვთქვათ ევროპული ქვეყნებიდან ასევე გარეთებარებთან საიმედოებიდან სხვადასხვა არაბული ქვეყნებიდანაც და ვთქვათ ეს დიდი მოძრაობა და გარკვეულწილად ესე ვთქვათ მოთხოვნა უკვე ბაზარზე ბუნებრივია ვფიქრობ რომ აჩენს ავტომატურად უკვე კარგი ხარისხის შექმნის სტანდარტს ასე ვთქვათ და ტენდენციას. რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება ინვესტორებთან სწორი პოზიციონირებისთვის, უცხოელ ინვესტორებთან სწორი პოზიციონირებისთვის თქვენი გადმოსახედიდან და ის სიახლე, რომელიც AI-ის ჩართულობას გულისხმობს? ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ უშუალოდ ახლა ხაზ გაუსვა რომ ზუსტად Property Georgias და FIFC Georgias ორგანიზებით ეს უკვე მრავალი წელია მსგავს ტიპის ღონისძიებები იმართება და ჩვენ როგორც პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტო ყოველთვის ვართ ხოლმე აქტიურად ჩართული და მხარს უჭერთ როგორც შეგვიძლია, ეს იქნება ინფორმაციის გაზიარება პოლონეთში პოტენციურად დაინტერესებულ მხარეებს შორის ჩვენს ვებგვერდზე განთავსება ღონისძიების შესახებ ინფორმაციის თუ მოწვევის ასევე პოლონურ კომპანიებს და ბუნებრივია ჩვენ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ გვაქვს ესე ვთქვათ გავლენა, თუმცა ყოველთვის ვიწოდოთ ხოლმე კომპანიებს და უკვე როდესაც ადგილზე საუბრებიან კონკრეტულ დეველოპერებს ხაზი გავისვა რომ უშუალოდ აქვს საშუალება გაესაუბრონ პროექტის შემქმნელებს, ანუ ვინც ასე ვთქვათ ვისაც ხელეწიფება აი თითოეული პროცესში ესე ვთქვათ ჩართულობა და თითოეული პროცესის განკარგვა განსაზღვრა. ეხება ეს თვითონ ხარისხის მართვასაც ასე ვთქვათ სწორი პროდუქციის შეთავაზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა უკვე უკავშირი არის დაინტერესებული მხარს, ვისაც შეიძლება იყოს პოტენციურად ყიდველი შემდგომ ამ უძრავი ქონების იქნება თუ ეს საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ხარისხზე ან სხვადასხვა სპეციფიკაციაზე, რაც მომხმარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ დეველოპერთან გაცვალოს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც შეუძლიათ ასევე სამშობლო კომპანიებიც არიან, თვითონ ვინც არიან საინჟინრო და სამშობლო ასე ვთქვათ მასალების მიმწოდებელი კომპანიებიც ამას ხაზს გაუსვა ისე ამ ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ერთგვარად გადაჯაჭვული
მხარეებია, რომლებიც უძრავი ქონება, ანუ თქვათ, ვერ შეიქმნება პროდუქტი და ესე თქვათ, უძრავ ქონებად ვერ იქცევა, თუ არ არის სწორი სამშენებლო პროდუქცია, სწორი თქვათ, სტანდარტები, სწორი პოლიტიკა, ესე თქვათ, რომელსაც კარნახობს ერთგვარად ვფიქრობ მომხმარებელი. ხელოვნური ინტელექტს რა როლი აქვს კვანტს ამ საქმიანობაში? სხვადასხვა პოლონეთშიც უფრო და უფრო მზარდი ეროვნულ სტრატეგიაშიც კი გაიწერა ხელოვნური ინტელექტის ესე ვთქვათ მიდგომები სხვადასხვა დარგებში და დანერგვავი ხორციელდება. მეც როგორც აგენტო ჩვენც ვიყენებთ შიდა ესე ვთქვათ სისტემას დიახ უსაფრთხოების გადაცდა გამომდინარე ვიყენებთ თქო სისტემა და ძალიან ესე ვთქვათ უკვე აპრობირებული მეთოდია რომ AI არის დაინერგოს ანუ უკვე ჩვეულებრივი ამბავია რომ AI უნდა დაინერგოს თითოეული კომპანიის წარმოწმებით სწორად დიახ სწორად აი ხა ბიომ ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან აქტიურია პოლონეთში და ესე ვთქვათ ეს მნიშვნელოვანი იმ კუთხით თუნდაც მომხმარებელსაც და დეველოპერსაც ეხმარება რომ დეველოპერს ეხმარება საერთოდ სწორი პროდუქტის შექმნას და მომხმარებელს მოერგოს და მომხმარებელს შეუძლია სწორად დაუკეთოს ასე უხეშად რო ვთქვათ რა პროდუქტი სჭირდება თუნდაც ბიომ ტექნოლოგიებით უკვე ხდება იმის გაცნობა თუ რამდენად შეიძლება ენერგოეფექტური იყოს კონკრეტული პროდუქტი რომელსაც შეიძლება ისინი შემდგომში ფიქრობდნენ ჩადონ ინვესტიცია და აი ეს ყველაფერი ანალიზი ისე გვაძლევს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რომ შესაძლებელი იყოს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს როგორც ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში სწორი მომხმარებელმა რომ კერძო უძრავ ჩადოს ინვესტიცია და ასე დეველოპერმა შექმნას სწორი პროდუქტი. სამომავლოდ კვების გამოფენა გაქვთ დაგეგმილი. კი. და ძალიან ბევრი ღონისძიების სპონსორი. ვაუ, შემოდგომას დაწვრთულები ხართ. ძალიან ინტენსიური გვაქვს ხოლმე განსაკუთრებით ნუ გაზაფხულის გვაქვს და შემოდგომა გვაქვს იმ მხრივ რომ ქართული დელეგაცია მიყვავს ხოლმე პოლაგრა არის ესეთი გამოფენა. შემოდგომა ყოველ წელს შემოდგომაზე გეგმება და ესე ვთქვათ hosted buyers პროგრამა რომელსაც ვთავაზობთ ჩვენ ქართულ კომპანიებს ვინც შეიძლება დაინტერესდნენ პოლონეთთან პოლონურ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარებით და ასევე შეიძლება იყოს წარმოებელიც თუმცა ჩვენ ეს პირდაპირ ვერ უჭერთ წარმოებელებს და ექსპორტიორებს ხართ თუმცა ჩვენ ორგანიზატორებთან გვაქვს ყოველთვის მჭიდრო კავშირი ვართ ხოლმე პარტნიორობაში შევდივართ მათთან და შეუძლიათ თუ დაინტერესებული ქართული კომპანიის მოყოლება რომელსაც სტენდით უნდა რომ წარმოდგინდეს ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეული ფაზაკლების შეთავაზება შეგვიძლია ხოლმე ასეთ შემთხვევაში და იქაც შეიძლება დაგვარად დავეხმაროთ სწორ კომპანიებთან ურთიერთობები და კომპანიების ჩართვა საქართველოს მხრიდან რამდენად აქტიურია კვების გამოფენას გულისხმობ ამ შემთხვევაში და ინტერესი რამდენად იზრდება წლიდან წლამდე კვანც. კვების გამოფენას იმათ რომ გითხრათ ძალიან დიდი არ არის ხოლმე უფრო მეტად სამშენებლოზე მაქვს აი წლიდან წლამდე აი 50-50%-ით იზრდება იმიტომ რომ სამშენებლო პროდუქცია ესე ვთქვათ უფრო ისეთია. და განსაკუთრებით ევროს სტანდარტების დანერგვა ჩვენთანაც უფრო აქტუალური თემა. კვების გამოფენაში თუმცა ახლა მაგალითად თუ შევადარებთ 2024 წელს 2025 წელთან საკმაოდ 3-4 კომპანიით მეტი იყო ვიდრე მაგალითად გასულ წელს და ესეც მზარდია. გამომდინარე იქიდან რომ ისედაც პოლონური კომპანიებიც არიან წარმოადგენს საქართველოს საკმაოდ კვების თემას რაც ახლა განსაკუთრებით ძახოული, განსაკუთრებით ძის პროდუქტი ასევე მეორე კატეგორია რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზეც ესე ვთქვათ გვაქვს ხოლმე მუდმივი ზრდა. ანუ ყოველთვის ესე ვთქვათ სტაგნაცია არ გვაქვს იმიტომ რომ რაც ჩემთვის თავარია და მზარდია მოთხოვნაც მზარდია. სტაგნაცია წარმოუდგენელია. იმათაც ცდილობთ ყოველ შემთხვევაში და ველოდებით არეალში კვლავ იმ სიახლეების გაჟღერებას და მიმართულებების აქტივობას რომელიც შეგვაჩვიეთ რომ აქტიურად უნდა იყოს ჩასმული დღის წესრიგში, სამუშაო დღის წესრიგში და რომელსაც აუცილებლად მოაქვს შედეგი ქვეყნისთვის. უღრმესი მადლობა კვანცა თითოეული საქმისთვის და იმ ნაბიჯისთვის, რომელიც აქამდე გაგვიშუქებია და მომავალში გავაშუქებთ კიდევ ამჯერად უკვე არეალში. უღრმესი მადლობა. პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი კვანცა გრიგალაშვილი გაერთიანდა არეალში.